მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ რა მიდის, რა მოდის, რა რჩება. ეხლა წლის ბოლო არის, ვინც ეხლა უყურებს, ხო? ეს წელი მთავრდება, ბოლო თვე დეკემბერი. ამიტომ ჩვენ ვნახოთ ეხლა საერთოდ ეს წელი როგორ დამთავრდება თქვენთვის, ანუ რა წავა, რა დარჩება და რა შემოვა ახალი, ხო? ვნახოთ. ვინც ვერ ნახავს, თქვენ შეგიძლიათ უკვე შეამოწმოთ, მართლა იყო ეგრე თუ არა, ხო? ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, რამდენიმე დასტამა გამზადებული და ვკითხოთ დასწრებს, რას გვეტყვიან ჩვენ, ხო? ეხლა სიგნიფიკაციას გავაკეთებთ. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. ვნახოთ. ანუ ესე იგი დღეს არის აქ როგორი ნუ აქ შემიძლია გითხრათ რომ თქვენ იყავით რაღაცა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გამოიარეს სხვათა შორის. ეხლა ვაკეთებთ TikTok-ისთვისაც გაშლას, იქაც მაჩვენეს იგივე ეთყობა. თუ ნახავთ იქაც იქნება თქვენთვის ეს გაშლა ალბათ, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ იმას რომ ადამიანმა გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რაღაცა რაც უკვე არ გემსახურებოდა, თქვენ ეს გაუშვოთ თქვენი გულიდან რა. ნამდვილად, იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა განახლება მოდის თქვენი, ანუ აი ძალიან ძლიერი განახლება რო იტყვიან რომ მოდის თქვენში რა, იმიტომ რომ რაღაცები გაუშვით რა, რაც არ გჭირდება. აი ყველაფერი აბსოლუტურად ის პროცესები, რომელიც უკვე აღრეგინა გასუფთავება რა, მიდის თქვენი კი, მოერიეთ თქვენში რაღაცა მომენტებს რა. ანუ შეიძლება ფიქრობდით რომ ანუ წავიდა გულის რაღაცა მომენტები, ტკენები, რაღაცები, ანუ გადახარშეთ ბევრი რაღაცები, გაანალიზეთ ბევრი რაღაცები, მიხვდეთ რომ ის ძველი პატერნები, ის ძველი რაღაცა მომენტები, რომელიც მე აღარ მჭირდება, მე უნდა გავუშვა, იმიტომ რომ ეგენი მიშლიან ხელს ყველაფერში აბსოლუტურად და აი თითქოს აი ეხლა ისეთ ენერგიაში ხართ რომ ნამდვილად აღარ მჭირდება ეს ვისწავლე რაღაცები, ხო? ისედაც, ნუ აი ვგრძნობ რომ უნდა გავუშვა, ნახეთ გოგოები აქ როგორ ზია მკითხაობენ ეთყობა, ხედავთ და წიგნი მიდის, ანუ ძველი რაღაცა უნდა წავიდეს და ამიტომ თქვენ აი ეგეთ განწყობაზე რაღაც ხართ. შეიძლება რაღაცა შიშები გქონდათ, რაღაცები ფორიაქები გქონდათ, რაღაც აი არ იცოდით, ნუ ან ხართ ეხლა ხო ამ ენერგიაში, ანუ შეიძლება აქ იყოს როგორ ისეთ აი დააკვირდეთ უძილო ღამეები, შეიძლება იყოს ან რაღაცა ფიქრები მოდის რაღაცა უაზრო რაღაცები ღამე იღვიძე ფიქრობ ღმერთო ეს რა ხდება, აი მინდა გავუშვა, შეიძლება ჰაერზე გადიხართ, აი ეგეთი რაღაცები უნდა ხდებოდეს. თუ თქვენ ახლა იცანით თქვენი თავი, ესე იგი ეს იქნება თქვენთვის უეჭველი, ეს გაშლა იქნება თქვენი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში. ესე იგი რა მიდის. მე ახლა გავშლი ბარემ, რა მიდის. რა მიდის. ვნახოთ, რა მოდის, მინდა ვნახო. რა თქმა უნდა, მე ვუყურებ მხოლოდ პოზიტიური ინფორმაციას, ნუ თუ რაღაცა ისეთი სასწაული იქნება, გიგეთყვით, მაგრამ მაინც დამიტყვეთ საჯარო გაშლაში მე არასოდეს არ გეუბნებით არაფერს ისეთს, რომ თქვენ ახლა პირადზე კი, იმიტომ რომ პირადზე მე ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ, რატომ, ხო? საჯაროდ არ მინდა რომ თქვათ რამე ისეთი, აქაც დასრმზად არის, ოკეი? რა რჩება? всё. აბა ვნახოთ. ანუ, ესე იგი ჩვენ უყურებთ ამ წლის ბოლომდე, ვაფშე რა მიდის? რა მიდის? რა კარგია. პირველ რიგში, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? დარდი, ნერვიულობა. პლუს კიდე თქვენ გაქვთ როგორი მომენტი, ეს ძალიან მაგარი მომენტი. აი ადამიანი, ნახეთ, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი როცა იმყოფება, ეს არის რომ მე რაღაცა არ ამყოფნის. კი ბატონო, შეიძლება რაღაცა დაკარგა, შეიძლება რაღაც რა, ეს კი ოკეი. ანუ თუ ავად იყავით, იცოდეთ რომ ნამდვილად თქვენი ცხოვრებიდან ეს ავადმყოფობა მიდის, მაგრამ უფულობა მიდის, დარდი მიდის, დანაკლისი, ანუ რაღაცა აი არის ეგეთი პროგრამა რა, როცა რაღაცა არ მყოფნის,
აი ეს პროგრამა თქვენ დაამუშავეთ თან ძალიან მაგრად. შეიძლება ეს ეხებოდა თქვენს პარტნიორს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, თქვათ აქ ახლა საჯარო გაშლა, ამიტომ ახლა ჩვენ ენერგიებს უფრო ვიღებთ, ხო? აი გეტყვით, ნახეთ უფრო. შეიძლება თქვენ იყავით მართლა ესეთ ენერგიებში, როცა განიცდით, დამოკიდებული იყავით პარტნიორზე, ვაიმე ეგ თუ არ იქნება ჩემ ცხოვრებაში, მე ხო მოკვდები და მე ხო ასე ვიზავ და მე ხო ისე ვიზავ. აი ეხლა როგორ ხართ, იცით? ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ ირჩევთ აი აქ ხმალების დედოფალი, ბევრს ფიქრობდა. აქ აი ძალიან მიყვარს ფოტოშოპს ხალი როცა რთავს გონებას, იმიტომ რომ როცა ხალი ხშირ შემთხვევაში ფიქრობს გულით. როცა ხალი უკვე რთავს გონებას, ეს კაცებისთვის კი არის საშიში რამე, იმიტომ რომ უკვე მაგას არც манипуляციები, არაფერი უკვე აღარ გადის რა, всё მორჩა უძლური კაცი ვეღარ მოქმედებს ქალს, იმიტომ რომ გონება ჩართო და უკვე ფიქრობს, ჩემთვის ეს კარგია თუ არა. გაიგეთ? მე ეს მინდა თუ არა. ანუ უკვე თქვენ როგორ არის, აი შიში თუნდაც დაკარგვის შიში, რაღაცის აი თქვა დაუშვოთ ახლა ის რაც მე არ მომიტანს სიხარულს, მე მაგას ვტოვებ ადვილად. მიხვდით? აი ეს თქვენი ცხოვრებიდან მიდის აი ეს მომენტები, როცა შენ განიცდიდე რაღაცას, როცა აი ეს პროგრამა, ეს არის ძალიან ცუდი პროგრამა. როცა შენ განიცდი დანაკლის ყველაფერში, ფული არ ამყოფნის, სიყვარული არ ამყოფნის, ურთიერთობა, თქვათ ახლა ყურადღება არ აქვს, არ ამყოფნის, ანუ რაღაცა სულ თითქოს რაღაცა არა ვარ სრულყოფილი, ხო? თითქოს რაღაცა სულ ვცდილობ, რომ მივიღო სხვებისგან. აი აქ ამაზე, აი აქ მაჩვენებენ, რომ ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ნუ აი ეს უყურადღებობა, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ კი შეიძლება დამოკიდებული იყავით იმაზე, რომ თქვათ, როდის მოვა, ის რომ თუ დაუშვათ ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ. თუ დაუშვათ ფული მოვიდა, всё ბედნიერი ვარ. ეს კი კარგია, მაგრამ ნახეთ, თქვენ თუ აი ამას სულ განიცდით და თუ სამყაროში სულ ამას უშვებთ, რომ რაღაცა არ მყოფნის, ხო ყოველთვის მასე იქნები რა. არ ყოფნის, კი ბატონო, არ ყოფნის და არ გეყოფა. თუ შენ აცხადებ ღმერთს, რომ მე მადლობელი ვარ იმის, რაც მე მაქვს, ეს არ არის ბანალური სიტყვები, ეს არის მართლა აი მუშა სიტყვები რო იტყვიან და იმიტომაც კიდევ და კიდევ ვიძახე, რომ სულ მარე აი ხა ზუსტად დეკემბერში უნდა ჩავატარო ძალიან მაგარი ტრენინგი, ვინც ჩემთან ტრენინგებზე დადეს კი იციან, რომ ძალიან მაგარი შედეგებს იღებენ, იმიტომ რომ მე ჯერ ჩემს თავზე ყველაფერს ვატარებ, ვიღებ შედეგს, მე ახლობლებზე ვსინჯავ და მე უკვე უშვებ საერთოდ საზოგადოებაში ამ რაღაცებს, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ამოცანა, რომ ყველამ იცოდეს, რომ აქ იმის შანსი რომ გახდეს ბედნიერი რა და არ არის აუცილებელი აი აქ იჯდა და თქვა რომ რა ვქნა ეგეთი ცხოვრება მაქვს, რა ვქნა ახლა ყველა მდიდარი ხო არ იქნება, რა ვქნა მე ახლა სამსახურის ადვიშოვო ასეთი ნებისმიერ შეუძლია, აი ეს უნდა შეცვალო, აი რაც აქ ხდება. აი ეს ხდება აქ ხალმა, იმიტომ თქვი რომ გონება ჩართო და ამიტომ ის რაც მას არ ახარებდა, ის ამას უშვებს ცხოვრებიდან. მიხვდეთ, ეს ძალიან მაგარი პოზიცია, აი ძალიან მაგარი პოზიცია, არც დავამატებ არაფერს რა. ვნახოთ ახლა ჩვენ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, რა მოდის. იმიტომ რომ აი აქაც ნახეთ, აქაც ახლა ცოტა ხანი დაუბრუნდები, ნახეთ, აქაც ისეთი საინტერესო არის აქ ნახეთ, რომ კრემატორი ხო იცით რას ნიშნავს, სადაც აი წვავენ თქვათ, ახლა იმას ნუ კრემატორი ნახეთ რაც არის. ეს არის ტრანსფორმაციის ეს 13 არკანი ამ დასტაში. ანუ ნახეთ როგორ მიდიან რა და აქ ნუ ეს კრემატორი სადაც არ არის კაი, короче. მომენტი, მაგრამ აი თითქოს так, მოიცა და ინფორმაცია, всё, რას ნიშნავს, ახლა გაკვეთილი არა გვაქვს ჩვენ. თვითონ ახლა რას ნიშნავს აზრი რა არის? ადამიანი, ხო? აქ როგორც გითხარით, უშვებს იმას, რაც მას აღარ სჭირდება. უშვებს ამ პატერნებს, უშვებს. всё. თორე ახლა გადავარდები ახლა კიდე იმებში. ეს უკვე ინდივიდუალურად ვისაც სჭირდება, აქ საჯაროდ არ მინდა. ვაიმე ღმერთო, რა მაგარი რაღაცა, ძალიან მაგარი მოდის აქ სიტუაცია. აქ სხვათა შორის შემოდის თქვენთან, ნუ პირველ რიგში რა მოდის? აი ნახეთ. აი თუ სასიყვარულო თემაა ვიღოთ, შეხედეთ. და სულ მაგას გიჩიჩინებთ. როცა თქვენ
რთავთ აი ამ ემოციას, რომ მე ვუშვებ იმას, რაც მე აღარ მომწონს, რაც მე აღარ მინდა, მე არ ვარ დამოკიდებული იმაზე და ეს როგორი თემა ისეთ, როცა მე ჩემი ხასიათი, ჩემი განწყობა, ჩემი ემოცია, რატომღაც, ვაძლევ უფლებას, რომ რაღაცაზე იყოს დამოკიდებული, ვცდილობ მაქსიმალურად აგიხსნათ ეს ემოცია რა, ანუ ეს მდგომარეობა ღმერთო მომეცე, ეს ქართული სიტყვები იმდენი რომ ავხსნა. თუ მე ვრთავ აი ამას, ხო? ესე იგი ნახეთ რა ხდება. მე ვარ თავისუფალი, მე არა ვარ დამოკიდებული იმაზე, რაც მე დანაკლის მაძლევს. ხო? ეს ადამიანია, ეს ფინანსები რაც გინდა. რა ხდება? ეგრევე შემოდის. ეს თქვენი ადამიანიც, ეს თქვენი სიხარულიც, ეს თქვენი ბედნიერებაც. მივხვდით? ანუ ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. შემოდის, ნახეთ, ანუ ადამიანი, ნახეთ, უკვე თვითონ ეს ადამიანი ხდება თქვენზე მერე დამოკიდებული. გაიგეთ რა ხდება? იცვლება სიტუაცია რა. აი თქვენ რო ზიხარ და ტირი ხართ, რო არ იქა და რა გავაკეთო და რა ვქნა და ასე შემდეგ. არ არის ეს საჭირო, გოგოებო, არა. ენერგია გაუშვით იქ, სადაც საჭიროა და ის აუცილებლად მოხდება. მივხვდეთ რა ხდება და ამიტომ გვაჩვენებენ, რომ აქ მოდის თქვენთან დიდი ბედნიერება, აქ მოდის თქვენთან დიდი სიხარული, აქ მოდის თქვენთან ზოგისთვის თუ თქვათ განთავისუფლდეთ თქვენ ძველი ურთიერთობიდან და აქაც შეიძლება ზოგი განთავისუფლდა ზოგი ისეთი ურთიერთობიდან, რომელიც გულს გტკენდა, თქვენ გადაწყვეტილებას იღებდა იზახეს, რომ აღარ მინდა მორჩა რა, არ მინდა. ეს ადამიანი, თუნდაც იგივე ადამიანი შეიძლება უკვე თვითონ ხდება თქვენზე დამოკიდებული და ბრუნდება თქვენთან. მივხვდეთ რა ხდება? იმიტომ რომ თქვენ განთავისუფლდეთ მაკედან და საერთოდ როცა შენ ეჯაჭვები, როცა შენ ძალიან ბევრი ხარ ურთიერთობაში, როცა შენ ადამიანს ახლა ცდილობ მაქსიმალურად სხვადასხვა გზით მიაჯაჭო, ხო? როცა შენ მაგას 22 საათი ხო ალბათ 2 საათი გძინავს. სულ მაგაზე ფიქრობ, ხო? და სულ მაგაზე გონია რომ აი მე რითი დავაბრუნო, აი მე რა ვქნა, რა გავაკეთო, აი მე მოკვდე. აი გეუბნეთ, აი აქ ამისგან თავისუფლდები და ენერგია ბრუნდება, სიხარულის ენერგია ბრუნდება თქვენთან. მივხვდეთ რა ხდება? კი. აი ეს არის რა. და ნამდვილად მოდის უდიდესი სიხარული. აქ თქვენ, ნახეთ, ეხლა გეტყვით, მოიცადე, ზოგისთვის არის როგორ იცით? შეიძლება თქვენ გინდოდათ რომ ადამიანთან ყოფილიყავით, თქვათ ერთად, გეცხოვროთ ერთად, ხო? მაგრამ არ გამოდიოდა, ხან ისქენით, ხან ასექენით, ხან რაღაც, აი არაფერი რა. აი აქ თქვენ რაღაცას უშვებთ და მოდის აი ეს ბედნიერება. მოდის. ანუ როგორი მომენტი, აი გეუბნები ადამიანი, რომელიც არ ჩანდა. რომელიც იჯდა გამოყვაბულში. ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა აი არ ვიცი რა, ფიქრობდით რომ აი თავსად ყუებდა ეს ადამიანი, გაიგეთ, აი იჯდა, აი აქ просто მანახეთ, მაჩვენებს, მაინტერესებს ახლა ეს ვინ არის აქ რა. ანუ ვინც იქნება თქვენზე ასე დამოკიდებული. აი გეუბნები, კიდე ნახეთ, გეტყვით. თქვენ ხარ, აქ კიდე უფრო გლობალური წამოვიდა ინფორმაცია. თქვენ თვითონ თქვენთან წამოვლენ ადამიანები, თან ისეთი ადამიანები, ვისაც სჭირდება უშუალოდ თქვენი გამოცდილება. აუცილებლად წამოვლენ აქ ადამიანები. იმიტომ რომ თქვენ თვითონ გააქვთ რაღაცა ცოდნა, რომელსაც შეიძლება თქვენ მალად და ახლა გინდათ გამოაჩინოთ
და ამიტომ თქვენთან წამოვლენ ადამიანები, ვისაც ხარ თქვენ საჭირო. ეს შეიძლება ახალი კლიენტები, თუ თქვათ მუშაობთ თქვენ და დამხმარე პროფესიის ხართ, ხო? ეს შეიძლება, ანუ სხვანაირად შეიძლება შემოგხედოს საზოგადოება. ნახეთ კიდე როგორ არის, აი დაუშვოთ თქვენ ახლა, აი მოდით ჩემი მაგალითი რა შემოსწავლეებზე მინდა მაგალითი გითხრათ. მე მყავს სხვადასხვა პროფესიის მოსწავლეები, აი სხვადასხვა ძალიან უნიკალურები არიან, რაღაც არაჩვეულებრივი იურისტებიც არიან, მასწავლებლებიც არიან, ექიმებიც არიან, ხო? ანუ სტილისტები, რა ვიცი, აი სხვადასხვა უნიკალურები არიან, თვითონ თავის პროფესიებშიც არიან მაგრად რეალიზებულები და აი ეხლა წამოვიდეთ ამათში აი ეს ენერგიები რა, რომ გაიხსნათ ახალი ნიჭი. მე რა თქმა უნდა მაგათთან მუშაობ, იმიტომ რომ ძალიან რთული და მეც მაგ გამოვლილი ეს პერიოდი, როცა სკოლის დირექტორი ვიყავი, ახლა ტაროლოგი ხარ, ხო? ნუ ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძნელად მისაღები არის. თან როცა ვერ ერკვევიან, ანუ კითხავი გაყდი, აი ეგ სისულელეები, გაიგე, როცა არ იციან ნამდვილად და მკითხავების გარდა არაფერი გაუგიათ. ჩვენ აკადემიაში ჩვენ ვზრდით სხვანაირ ადამიანებს. ხო და ეხლა რაზე ვლაპარაკობ? ნახეთ, დაუბრუნდეთ. და ეხლა ეს ჩემი მოსწავლეები რომ გამოდიან და სახითაც, ხო და ანუ ახალი ამპლუაში და ეს საზოგადოება ხედავს რომ მათ სხვა ვაფშე ისეთი ენერგია აქვს და ესეთი ცოდნა აქვს რა, რომელიც დამალული გქონდათ, რომ ეხლა ეს ადამიანები სხვანაირად შეხედავენ, ეს საზოგადოება სხვანაირად შეხედავს და წამოვა მაგათკენ რა, ჩემო სიხარულებო მოვლენ თქვენთან ძალიან უძლიერესი და უკარგისი ადამიანები, ვისაც თქვენ ხართ საჭირო, სულ მაგას გეუბნებით. აი ამას აჩვენებენ აქ, გამიგეთ ჩემო კარგებო? თქვენ შეიძლება თქვენს პროფესიაში, მე უბრალოდ მაგალითი გითხარით, შეიძლება თქვენ დაუშვოთ ხართ ну დაკავებული რაღაცით, თქვათ, იყავით ბუღალტერი და ახლა უცბად გახდეთ ბლოგერი. სიტყვაზე გეუბნე, ანუ რაღაც გლობალური არის რა, გაიგეთ რაღაც ესეთი მომენტი, რომ თქვენ საზოგადოება შემოგხედავს თქვენ სხვანაირად. მიხვდეთ რა ხდება აქ? იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა იმას ისეთ ცოდნას აჩვენებთ, რომელსაც გქონდა დამალული. აი ეს არის რაღაცა მომენტი და საზოგადოებისთვის იქნებით საინტერესო თქვენ. და ეს რა თქმა უნდა მოგიტანთ თქვენ დიდ ფინანსებს მოგიტანთ. აქ თქვენ აი ნუ კიდე მაჩვენებენ, რომ პიდასტურებენ კიდე რომ რაღაცა ცოდნა რომელიც ადამიანს ქონდა დამალული და ეხლა თითქოს გაბედავს და გაანათებს და აჩვენებს, იმიტომ რომ აქ კი შიში შეიძლება გქონდეს, მაგრამ იცის რომ ელოდებიან რა. ეს სხვათა შორის თქვენთან შეიძლება იყოს ცოტა მოულოდნელი, მაგრამ აი გაოცებული შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ბედნიერი იქნებით რა, იმიტომ რომ აი თითქოს ეს როგორი მომენტია, იცი, როცა შენ იპოვე ის, რაც შენ გინდა. მე რამდენი ადამიანი მინახე, რომ თქვა რაღაცა პერიოდი ცხოვრების იყო ისეთი სამუშაოდ დაკავებული, რომელიც ფული მოქონდა მაგ სამუშაოს, მაგრამ აი სულიერად ვერ ქაჩავდა, გაიგე და ადამიანი სულ რაღაც ისეთ ფორიაქში იყო და დაიწყო საერთოდ აი ნუ მე ხა ეზოტერიკოსი ვარ, ეზოტერიკაში ძალიან ბევრი ადამიანი მიმიყვანია და აი თითქოს ესეთ ამოისუნთქეს და ანუ ხალხიც მოუვიდათ, ანუ ესეთ აი რაღაც სასწაულები ხდებოდა რა, ვიცი და ეხლაც ამას ვაკეთებ და მიხარია რომ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ ადამიანის აი თითქოს ახლა დაიბადა, გაიგეთ რა ხდება? ანუ მე მივეცი ჩემ თავს უფლება, მე ეს გავაკეთე, გაიგეთ? ეს არის სასწაულად სასიამოვნო რაღაცა, როცა შენ თავს აძლევ უფლებას გააკეთო ის, რაც არის კარგი. არა, ну, რა თქმა უნდა, შენ სიამოვნებ, იმიტომ რომ შენი ქმედებით შენ აძლევ სასიამოვნო ენერგიას და სასარგებლო ინფორმაცია, სასარგებლო, რა ვიცი, ყველაფერი სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, ვინც შენთან მოდის და ვისაც შენ ეხმარებ. ეს ამაზე მეტი სიამოვნება არაფერი არ არის და რა თქმა უნდა, აქ შენ თვით სამყაროც შენ ყველა ვარიანტში მოგცენ, აი, წინსვლა, ნახეთ, აუცილებლად დაგაჯილდოვებს, აუცილებლად თქვენ აქ ნამდვილად გექნება დიდი ბედნიერება და დიდი სიხარული მოდის თქვენთან. და მოდიან ეს ადამიანები, მოდიან თქვენთან ადამიანები, თქვენ საჭირო ხართ, თქვენ სჭირდებთ ადამიანს, თქვენ გელოდებათ ადამიანი, ვისაც აი ნახეთ, თქვენ გააქვთ რაღაცა განძი, რომელიც შეგიძლიათ გასცეთ ადამიანებს და ეს ადამიანები დიდი სიამოვნებით მოვლენ თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ იცვლებით თქვენ თვითონ.
მივხვდით და ეს თქვენში იმდენად აი ნუ სხვანაირი ხარ რა ყველა გეტყვის ვაიმე რაღაც შეიცვალე ვაიმე რაღაცა სიამოვნო ხარ ვაიმე რაღაცა პოზიტიური გახდე ვაიმე რაღაცნაირად აი მინდა კითხო იცი და ვიმე არ ვიცოდე შენ თუ გქონდა ეგეთი ცოდნა ვაიმე რა მაგარი ყოფილ ხარ ნუ ჩემოსწავლებს ეს უკვე ამას ეუბნებიან მე ვიცი უკვე და ეს ძალიან სასიხარულო რაღაცა ნუ კიდე მოდით ვნახოთ ახლა რაღაც ძალიან ისეთ პოზიტიურ განწყობაზე რა დარჩა ახლა აქ ვნახოთ კიდე რა შემოდის თქვენთან ცხოვრებაში კიდე რა შემოდის პოზიტიური აი ზუსტად რა ნუ ეს იგივეს მიგრძელებს ახლა დასტატყობა უკვე всё არის ამაგაზე განწყობილი ანუ თუ რამე შიში გქონდა თუ რამე თქვენ გქონდათ პრობლემები თუ თქვენ დაუშვათ ახლა ანუ ვერ ხსნიდით აქ აუცილებლად უმრავლესობას ექნება ნუ ტრანსფორმაცია ყველა ვარიანტში რაღაცა ცოდნა თქვენიდან გაიხსნება რომელსაც თქვენ მალავდით გეფიცებით რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ რა მიიღებთ და გადაწყვეტილებას მიიღებთ არჩევანს გააკეთებთ თქვენ აი რაც ახლა თქვით წეღან აი ამას მიდასტურებენ კიდე რა რომ თქვენში გაიხსნება რაღაცა ისეთი ცოდნა რომელიც აი თქვენ გაგანთავისუფლებს რა რომელიც მოგიტანს დიდ ბედნიერებას იმიტომ რომ აქ ნახეთ ახლა კი 6 არკანი ეს აუცილებელი ხო არ არის თქვა ამას დიდი ეს ენერგია აქვს რა ადამიანი ახლა ამოვისუნთქე იმიტომ რომ სხვებსაც დავეხმარე მე სწორი არჩევანი გავაკეთე იმიტომ რომ დიდი ხანია ჩემში იყო ეს ჩაკეტილი და ეს ცოდნა რომელიც არის შენში ჩაკეტილი იცოდე ჩემო სიხარულებო თქვენ ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ აი ეს არ მოგასვენებს და პლუს კიდე მინდა ვთქვა რომ აქ გოგოებო თქვენში იხსნება რაღაცა ძალიან დიდი სექსუალური ქალური ენერგია თქვენი მთვარე იხსნება ქალის მთვარე ქალის ენერგია ქალის მიჯაჭვულება ქალის სილამაზე შეიძლება აი გაახალგაზრდავდებით უფრო კარგად აი რაღაცას შეიძლება იფიქრებთ რომ აი რაღაც უნდა შევცვალო ჩემში რაღაცები რასაც თქვენ არ გასვენებდეთ აი თქვენ ნამდვილად გეუბნებათ ეს გეხსნებათ რა ეს შემოდის იმით კი აი ძალიან დიდი სიხარული ძალიან დიდი ბედნიერება ძალიან კარგი განწყობა იმიტომ რომ ნუ ეს ყოველთვის მასე აქვს ბევრიც რო ველაპარაკო ეს ყოველთვის მასე მუშაობს როცა ადამიანი ირჩევს თავის თავს როცა ადამიანი ყველაფრის მიუხედავად ირჩევს იმას რაც მიმინდა აი ხა ნახეთ ხო შეიძლება ნახეთ მაგალითს გეტყვით ეხლა ვიყავი სკოლის დირექტორი ხო აი ნუ თქვა სულ ვიყავი აი ამ სფეროში ეხლა ნახეთ როცა გამოვედი ამ სფეროში და უკვე როგორც ეზოტერიკოს წლები ვმუშაობ ეხლა აქ ცვლილება საზოგადოებაში რას ნიშნავს იცით რამდენი ადამიანი ჯერ გაუკვირდა და მე ეს ადამიანები მოვიდნენ ჩემთან და რამდენს დავეხმარე უკვე აი ეს ამ განახლებული ცოდნით ხო შემეძლო რომ მიფიქრა ვაიმე ვერ მიმიღებს საზოგადოება ვაიმე ცუდად გამიგებენ ვაიმე რაღაცა ეხლა რა არის მე რო დაუშვათ ფიქრობდი რომ ცუდ რამეს ვაკეთებ ხო მე ვატყუებ და რაღაცა მე რო არ ვიყო დარწმუნებული რომ აი ეს ინსტრუმენტები მუშაობს ხო პირველ რიგში აბა სწავლობ ეხლა ჩვენთანაც კურსზე ჯერ ადამიანები გადიან თავის ტრანსფორმაციას და იმდენ პასუხებს იღებენ თავის კითხვებზე რომ დარწმუნებულები არიან მე თუ დამეხმარა ამ ინსტრუმენტებს იგი სხვებსაც შეუძლია რომ დავეხმარო ხო ამით და აი ზუსტად ეს საზოგადოება თქვენ იღებს უკვე სხვანაირად იმიტომ რომ ინტერესი ჩდებათ მაგათ გაიგეთ აი შენ ასე როგორ შეიცვალე შენ რაღაც ძალიან კარგად გამოიყურებ შენ რაღაც ფინანსურადაც შეიცვალე შენ რაღაც უფრო მეტის მეცაძლევს შენ თავს კარგს რასაც ადრე შენ თავს არასოდეს არ მისცემდე თქვა ან უფლებას ან საშუალება არ გქონდა და ეხლა უფრო სხვანაირი ხარ რა თქმა უნდა ინტერესი იწვევთ მაგრამ პოზიტიურს და თქვენ ამით კმაყოფილები ხართ და თქვენ იცვლებით იმიტომ რომ არჩევანი სწორი გაკეთებული მივხვდით აი ეს არის როცა ადამიანი ზის და ვაიმე ძვირია ვაიმე ვერ ვიზავ ვაიმე აი ფული რომ ექნება მაშინ ვიზა არასოდეს არ გექნება არც ფული არც საშუალება ჯერ უნდა თქვა რა გინდა ქმედება გააკეთო, მე მოგივა საშუალებაც და ფულიც. მივხვდით? სხვანაირად უყუღმა არ მუშაობს. რომ ვიჯდები ჯერ ფულს დაველოდები, ფული ჩამომივარდება, რა ვიცი, სადღაც ამერიკაში, ჩემის ხა ბებია მოკვდება და აი მე უკვე ყველაფერს დავიწყებ. რაზეა ლაპარაკი, რა მეც მინდა რაღაცა, მე ფული მეკ არა, არ მუშაობს ეგ ასე. დამიჯერთ, ნუ შეგიძლიათ არ დამიჯერთ. მე გეუბნებით როგორ მუშაობს. რა რჩება? აი ეს რჩება ზუსტად. ეს ტრანსფორმაცია
რომელიც თქვენ გამოის სამი მაღალი არკანი. ეს ტრანსფორმაცია, რომელიც თქვენ გამოიარეთ, ხო? აი ზუსტად ეს ტრანსფორმაცია მოქმედებს იმაზე, რომ თქვენ გადეხართ, რაზეც მე ახლა ველაპარაკე. თქვენ გადეხართ თქვენს გზაზე. აი ეს რჩება თქვენს ცხოვრებაში, სამი მაღალი არკანი, ხო? მეუბნება, რომ ზუსტად ის რჩება, თქო, წავიდე ეს დასწრე, ვერ ხედავ. ხო, ანუ ეს იგი სამი მაღალი არკანი. დარჩება ის, რომ თქვენ უკვე აღარასოდეს არ იქნებით ისეთი, როგორიც იყავით. არასოდეს. არანაირი ნერვიულობა. ანუ თქვენი ცხოვრება უკვე არ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ვინც აი აქ თავისი თავი ეხლა ამ წუთამდე იცნო, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება იქნება სულ სხვანაირი. თქვენ უკვე აღარ წახვალთ იმ გზაზე, რა გზითაც თქვენ იარეთ. თქვენ უკვე აღარ იქნებით იმ სტაგნაციაზე და იმ გზის პოვნაში, ვაიმე სად წავიდე, რა გავაკეთო და რა ვქნა, როგორ რანაირად. აი ეს უკვე არ რჩება თქვენთან რა. უფრო მეტის გზის პოვნა, უფრო მეტი ცვლილებები რჩებათ, უფრო მეტი განვითარება თქვენი იქნება, გაიგეთ? აი ეს რჩება, იმიტომ რომ თქვენ უკვე დაადეგეთ ამ მეოთხე არკანი მაღალი. გაიგეთ რა ხდება? ანუ რჩება ის, რომ თქვენ სამყარო განახებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ეს ცვლილებები. გეუბნებით. აქ რჩება ის, რომ თქვენ, ანუ რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, ხო? ის იმუშავებს უკვე თქვენს, ნუ რაღაც ძალიან სასწაული რამეები. კი, წინსვლა. ანუ თქვენ გამოდიხართ, აი რაღაცა გზა რა რჩება? ტრანსფორმაცია. შედეგი ტრანსფორმაციის შედეგი რჩება აქ. და ტრანსფორმაციის წინსვლა. თქვენი ქმედება. ეს რჩება. თქვენ თუ დაუშვათ გადაწყვეტილება მიიღეთ, ინტერნეტში ვიმუშაო, კი ბატონო, იქნება ძალიან დიდი წინსვლა, სადაც თქვენ დაანახებთ თქვენს ცოდნას და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარებთ. ნუ აქ საზღვარგარეთ თუ ცხოვრობთ თქვენ, დაუშვათ ახლა კი ბატონო, იცხოვრებთ ისევ საზღვარგარეთ, კი ბატონო. არა, აქ რაღაცა კიდე ნახეთ რა საინტერესო. კი, გადიხართ, აი რაღაცა აქ პერიოდი დამთავრდება, სხვათა შორის, რაც გადაარდებდა თქვენ და ის ცვლილებები, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აქ და უკვე გამოგიყვანათ, აი აქაც ხო მაჩვენებს დარდიდან, ხო, თქვენ გამოგიყვანეს, ხო? აი უკვე ახალი გზა, სიახლე, რაც ახალი არის, რაც აი ხო თქო, ტრანსფორმაციას როცა გაივლი, ხო სიახლე შემოდის. უკვე სხვანაირი ხარ. აი ეს რჩება თქვენთან. აი ეს ცეცხლი რჩება თქვენთან, რომელიც თქვენ გაგინათებს გზას და მიგიყვანთ თქვენ გაგიყვანთ ახალ გზაზე და მოგცემს ენერგიას, მოგცემს საშუალებას, რომ კიდე უფრო გახსნა, უკვე გაჩვენოს, რომ სხვანაირად უნდა იცხოვრო, უკვე შეიცვალე, საერთოდ ახლა ისეთ ენერგიებში ვცხოვრობთ ჩვენ, ვინც არ მუშაობს თავის თავზე, ვინც არ ცვლის თავის თავს, ხო? ვინც არ ფიქრობს იმაზე, რა შემიძლია გავაუმჯობესო ჩემ ცხოვრებაში, იცოდეთ ესეთი ადამიანები ძალიან, მე ხარ, დავიწყებ პროგნოზებს, მაგრამ არ არის მაგათთვის არაფერი კარგი, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩქარა მიდის პროცესების შენონ და აყვე ამ პროცესებს თუ გინდა რომ პოზიტიური და კარგი ცხოვრება გქონდეს. აი ეს ასეთი არის საერთო სინამდვილე. კი ბატონო, ყველაფერი შანსი გექნება, ბევრი ახალი შანსები გეძლება, ბევრი ახალი შანსები, ბევრი წინსვლა და გამოსვლა გაქვთ ნამდვილად, აი როგორ იცით, თქვენი ცოდნის გაცემის პერიოდი მოდის, რომელიც თქვენში იყო დახურული, ისე რა, სიყვარული, რა თქმა უნდა, სიყვარულით, ბედნიერებას მოგიტანთ ეს ყველაფერი, კი, ყველა ვარიანტი თქვენი გზა აქვს და ეს არის როგორი მომენტი, ეს რჩება თქვენი გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, კიდე უფრო მეტ წინსვლას მოგიტანთ. ამიტომ ვინც იცნო დღევანდელი აი ეს გაშლა და მეტყვის რომ რეგზონირდა როგორც აი მართლა პირადი შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ადგახართ ძალიან მაგარი გზას. თქვენში ახლა თქვენ ის პროგრამა რომელიც თქვენ გიშლიდათ ხელს და ანუ სულ რაღაც არ მყოფნის იძახა ის მიდის და შემოდის ახალი ენერგიები, შემოდის ისეთი მომენტი მე საჭირო ვარ. აი ეს როცა არის მე ვარ საჭირო, მაშინ აი შენში უნდა იყოს შიგნით, აი მაშინ ყველაფერი შეიცვლება.
რასაც მე თქვენ აბსოლუტურად აი გისურვებთ სულ ყველას.